მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორიდან იწყება. აი დადგა ზაფხული და ატყდა საგამოცდო ციებს ხელება გამოცდები სკოლებში, გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში. მოგეხსენება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უამრავ გამოცდას ვაბარებთ. ერთი სიტყვით გამოცდების პერიოდია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაც სწორედ გამოცდები იქნება. ხოლო ამ თემაზე სასაუბროთ პირველ სტუმრად კი შევარჩიეთ იუმორიდას პოპულარული სახე ბატონი მერაბ გეგეჭკორი. მოგზაურობ მერაბ. აი ახლა მე მოვახსენე ჩვენს ვირფას მაყურებელს, თემა ჩვენი დღევანდელი გადაცემისა იქნება გამოცდები და ისიც ვახსენე, რომ ჩვენ გამოცდებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვაბარებთ და არა მხოლოდ სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში. ახლა ჩემო ვირფასო მეგობრებო, საქმე იმაში გახლავთ, რომ ბევრმა ალბათ იცით, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. მერაბი ის კაცია, რომელიც 15 წლისა დაობლდა დედითაც, მამითაც და მარტოდ დარჩენილმა არ ყავდა არავინ, არც დამხმარე და არც ხელის სამკლავი რო იტყვიან ხოლმე ქართულად, მარტო იბრძოლა, ისწავლა, იწვალა და იმდენი ხდა რომ აიხდიდა თავისი ყველა ის ოცნება, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა ჩაფიქრებული. რა იყო ახლა? ეს იყო ბრძოლა და რა იყო ის რაც მას ასე ამოძრავებდა. უნდოდა ჩაბარება თეატრალურ ინსტიტუტში და ჩააბარა. უნდოდა დიდ სცენაზე დამკვიდრება და დამკვიდრდა დიდ სცენაზე და პოპულარული პიროვნება გახდა. და რაც თავარია, უნდოდა ყოლოდა თქმილი და მოსიყვარულე ოჯახი, ყველაფერი გააკეთა ამისთვის და აქაც გადმოხედა უფალმა და დიდებული ოჯახია. ჯეუბატონო. დიდი მადლობა მის მეუღლეს, ქალბატონ მანას, ჩვენს ძალს, რომელიც ასე დაუდგა გვერდში და დღეს უკვე ორი შვილის მამა გახლავთ, ჩემი მერაბი, ნიკა და ნინო, მე მგონი მის კლასს მიყობიან ძვად. აი მოკლედ ახასიათება ადამიანისა, რომელმაც თავად შექმნა საკუთარი თავი, ინგლისელებს რო უყვარდა ამერიკელებს გამოთქვა self-made man, აი სწორედ ასეთი ადამიანი, ვინც თავად შექმნა საკუთარი თავი. აქედან გამომდინარე, მოდი ჩემო მერაბ, ვისაუბროთ ზოგადად გამოცდებზე, ცხოვრებისეულ გამოცდებზეც კიდე ცალკე ჩემო ბატონო. უპირველესად მივესალმები მაყურებელს, ბატონო ჯემალ, დიდი მადლობა ასეთი დახასიათებისათვის. ისე კაცმა რო თქვას, აქ არაფერი ლიტერატურული და დამატებული და ჩამატებული არ იყო. ნამდვილად ასე გავიარეთ ცხოვრება და ყველა იმადგანს, ვისაც დღეს სადღაც უჭირს, რაღაცის გამო უჭირს, მე მინდა შეუძახო და აქედან უთხრა ჩემო ბატონო, რომ გახსოვდეთ თავარი, თქვენი იდეა ცხოვრების რა არის და სადაც არ უნდა იყო. როგორც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, შენი პიროვნების შინაგანი რწმენა უნდა გაგაჩნდეს. ამ რწმენით მოვედი მე თქვენამდე ძვირფასო მაყურებლებო. მადლობა ბატონო ჯემალ ამ წელი წარდგენისათვის. ისე უნდა მოგახსენოთ ბატონო ჯემალო, ყოველი ახალი კონცერტი ჩემთვის გამოცდის ჩაბარებაა და დამეთანხმება მაშინ მაყურებელის და თქვენს. კი ბატონო, ასე ვარ თქვენ ყველანი. როცა ლომიში მოვედი ბატონო ჯემალ, პირველი რაც გავამხილე, სურვილი იმისა, რომ ჩამებარებია თეატრალურ ინსტიტუტში და ძვირფასო მაყურებლებო, ვინ თუ არა დამიდგებოდა გვერდით, რა თქმა უნდა, ბატონი გივი ბერიკაშვილი და მამაშვილი ბაღაშვილი და მართლაც საკმაოდ კარგი მომზადებული წავედი თეატრალურ ინსტიტუტში. გამოცდის წინა დღეა და ძალიან განვიცდი, ვნერვიულობ, ცოტა მეშინია კიდევაც. და ახლა გივი ბერიკაშვილმა შემატყუეს და რას ფიქრობ, ბიჭო? ის გეშინია. თავის დროზე შვილო სრულად მარტო წავედი გამოცდაზე. აბა, არავინ ჩემი პატრონი არ იყო. და მიყვება ესეთ ისტორიას. გამოცდის დღესო ინსტიტუტის წინ დგავარ. ვიღაც უცნობი მოვიდა და მიდგა ესე და მეუბნება ჩუმად. აქ ხო იცი, თუ არ ჩააწყე ისე ვერ მოხვდები. ვიღაცის კაცი უნდა იყო. და შენი პროტექტორი ვინ არისო? ახლა ამას ხო არ ვეტყვი არავინა უპატრონო ვარ და პირდაპირ ჩემი პროტექტორი აკაკი ხორავაა თქვა. გაიოცა და წავიდა. რექტორი იყო მაშინ. და რექტორი და წავიდა. გავიდა რამდენიმე წუთი და ორი კაცი დამადგა თავზე. შენ ხარ გივი ბერიკაშვილიო? კი ბატონო, მე გახვალთ. აკაკი ხორავა გეძახის კაბინეტში აბრიცავდი. ავედი შევაღე კარები და თავისი მჭექარე ხმით აკაკი ხორავა. მოდი აქ, მოდიო. ბერიკაშვილი გივიო? კი ბატონო. შენ თქვი აკაკი ხორავა ჩემი პროტექტორიაო. დიახ ბატონო. მე რატო თქვიო? შენ ცხა ბატონო ჩემი უპატრონობის და თქვენ ხო იცით რომ არა ხარ ჩემი პროტექტორი და ეხა იმა რაც და ისი ფიქროსო. აი ასეთი დადებითი მუხტით გამიშვა გამოცდას. წავედი ბატონო ჯემალ მეორე დღეს გამოცდაზე შევედი კომისია ზის და ბატონი გიგა ლორდკიპენძე ინსტიტუტის რექტორი და ამავდროულად მისაღები გამოცდების კომისიის თავმჯდომარე.
გეგეჭკორი. დიახ ბატონო მეთქი. რატომ გადაწყვიტეთ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება? თეატრი მიყვარს ბატონო გიგა და მითო თან პაროდიებსაც ვაკეთებ მეთქი. ვის პაროდიებს აკეთებო? ეხლა მოგეხსენებათ ბატონი გიგა გახლავთ ფილმ დათა თუთაშხიას რეჟისორი და ამ შანსს ხელი და როგორ გაუშვებთ და იქვე გავაკეთე დათა თუთაშხიას და მურდუხაის დიალოგის აი ეს ნაწყვეტი. ახსოვს თუ იცი ახლა დათა ვაჩუქე იმის მისი დაუჯერებლობა სიხარული და გაგვირება მახსოვს. ახლაც მაქვს თვალებში. კიდევ ის მახსოვს ჩხარო ვაჩუქე მისა ბიჭმა დედაბერს თხა სამაბასად. ცადე მაგმე მევჯერ ცადე მაგმე იცი შენეს. მერე ვისაც ჩავაცი მან გამხადა სწორედ. მე თუ არა სხვას გახადა მაინც. რომ არ ჩაგეცვა მისთვის თუ აქცდებოდა გახდა შენთან იმ სხვას. არ მიფიქრია მაგას. იფიქრე დათა იფიქრე. მაღალ ერთმა ადამიანი ფიქრისთვის შექმნა. და სიჩუმე ბატონო ჯერა. აი ახლა ხო რეაქცია მაგრამ იქ სიჩუმე სამარისებული და აცხონეს ბატონმა გიგა ლორდკიფაიძე. თეთა ბიჭო რა კარგი იყავი. ყოჩა აბა კიდე ვიცი პაროდია გაქვს. ახლა გავთამამდი და ვფიქრობ აი პოლიტიკური პაროდიები, მაგრამ ვაი ვერ გაიგონ კარგად. რა ვიცი როგორ წაიგითხავენ და მათთვის ნაცნობი და სახალხო ცნობილი მწერალისა და დრამატურგის ბატონი ოტია იოსელიანის პაროდია შევსთავაზე. ამასინად ბოშაკალი გადემეგიდა. გინდა თუ არა გიმკითხავებ და გიმკითხავებო. ჯო დამალები თავი გაც არ მინდა მეთქი. არაო დეჟინა უნდა გიმკითხავ. მე შენს წარსულს ხედავ, აწყოსას და მომავალსაცო. მომეცი 10 ლარი და გეტყვი რას ხედავ. შედალოცვილო. ჩემ წარსულსაც, აწყოსას და მომავალსაც თუ ხედავ. ჯიბეში 10 ლარი არ მიდეს, მაგას ცოტა ვერ ხედავ. ყველა თვილს გადასული, გადავიდი, კაც. ამაზე მართლაც კარგი რეაქცია იყო და მომიწონეს. ეს ყველაფერი კარგი გეგეჭკორი, მაგრამ ეხლა დეკლამაციაში უნდა გამოგცადოთ. ვის ლექსს აგვიკითხავთო? თუ შეიძლება ბატონო მეთქი, ჩემი საყვარელი პოეტი გახლავთ, ლაშა გახარია და მის ლექსს წავიკითხავთ. კი ბატონო. ხემარდიანიში ნანათა მუხებით გადამოხლული, მთაზე მოწრული კალათა ჩემი ლახარა მუხური, ქუხნაზე კვამლი ყვავივით გზაგაწელილი წურბელი, დილიდან ამოყვანილი ჭყინტი ყველივით ღრუბელი. ბაგე კარკალა ორკოლი, წყაროკტე ძვლებში გამძვრალი, ცირა თვალჭია კოკონა, ბროწეულების ხანძარი, ხეზია მძვრალი კაჭიჭი, ოჩოფეხება ბეღლები, ჭალაკი, ჭელის პაჭიჭი, დევინაღველა ლეღვები, ხობწყარი ნაცხა სათვალით, ლარზე წისქვილის ხველება, ხირკე ლაგვამში ჩამთვრალი, გრძელღამის ჩადღე გრძელება. კაცები შუბზე მაღლები, ხატის თვალება ქალები, ბაშლიყიანი მაყრები, მათრახიანა თვრალები, ჭიშკრები შუბზე ნალებით, ფაცხა ჯარგვალზე მიფსკვნილი, ჭვინტა ჩეჭმული ყანებით, გაწბილებული წისქვილი, გახარებული ყებული, მუთაქის თავსასტუმრობით, ძაღლია ნაცეკვებული, ოჯახი მოყვრის სტუმრობით, ოხუნჯობენ და პურს ჭამენ, აბეთ სინჯავენ კვესებით, ფანდურზე დალეკურობენ, ბაჟაფშაველას ლექსები. ჯანსულო ოისა ვარადა, გულში სულ ჩასაწობელი, უფლის და კაცის ბალადა, ერთი კალათა სოფელი. ადგილზევე გამომიცხადა ბატონმა გიგა. გეგეჭკორი ჩარიცხული ხარ ინსტიტუტშიო. გახარა. ამოვედი გახარებულმა, საწავიდოდი თუ არა და მოვედი ჩვენ შემოქმედებით ოჯახში ლომბიში და ვახარე ბატონ ჯემალს ეს ამბავი. კი ბატონო იყო. აგახარა ღმერთო ბატონმა ჯემალმა და ლომისის საფირმო კონვერტში გარკვეული თანხა პრემიის სახით ჩადო და კონვერტზევე წააწერა. ამის თანა ნიჭიერი იმადება 1-2 სვისი ხმით და თავის ნიჭით წინ მიიწევს გეგეჭკორი. განათლების მადლი მუდამ წინ გიზღოდეს სანთელივით რომ დამბა ჩარ დამჭიდეს მე აკაკის გამზდელი. როგორც ხედავთ თქვენს წინაშე ცოცხალი და სახსალამათი ვარ ჯეჯერობით, ესე იგი დამბაჩა არ დამჭირებია და დიდი მადლობა ამისთვის მერაბს, ისე როგორც დღევანდელი სტუმრებისთვის და კაიკაცებისთვის. მერთმა ხელი მოუვარდეთ. დავაჩინოთ და
ვაგრძელებ ჩვენს განაცემას, თვითფასო მეგობრებო, შემდეგი სტუმარი კი გახლავთ. ყველასათვის ცნობილი, უსაყვარლესი და პოპულარული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ბატონი ჯემალ ღაღანიძე. მომგზავრდით ბატონო. დიდი მადლობა რომ მომგზავრდით. დავდანდი ჩემო ბატონო ჯემალ, თქვენ ახლა მოისმინეთ რომ თემა ჩვენი დღევანდელი საუბრისა გამოცდები გახლავთ. ალბათ უსმენთ გეგე ჩქორმა როგორ გაიხსენა თეატრალურ ინსტიტუტში თავისი გამოცდები და პირველი ნაბიჯები და თეატრალურ ინსტიტუტზე თქვენ რო გაგსალაპარაკოთ და თეატრალურ სამყაროზე და როდის ბატონო ჯემალ 62 წლის წინ 62 წლის წინ აი მაშინდელი გამოცდები როგორ იყო იქიდან დავიწყოთ ყოველთვის რთული იყო და ყოველთვის კურიოზებით სავსე იყო თეატრალური ინსტიტუტის გამოცდები ბატონო ჯემალ მე დავამთავრე საშუალო სკოლა საიგილოში ეს რატო და რა ისთვის მოხდა იმის გამო რომ იყო გამოვიდა ხმა რომ თუ მე დავამთავრებდი 11 კლასს წელიწად გამოშვებით იყო მიღება და არ მიწევდა გამოცდები თეატრალურ ინსტიტუტში მოგეხსენებათ საიგილო აზერბაიჯანს ეკუთვნის იქ აწლედი იყო ამიტომ მეცხრედა რომ გადავედი მეათეში დავგარი ფეხი წავედი იქ და ერთ წელიწად მოვიგე ამას იმიტომ გეუბნებით რომ დავამთავრე ახლა ეს ხო არის სასკოლო რა ქვია იმას ატესტატი ხო არის ბაქოში უნდა გაიგზავნოს ჩემი სკოლიდან ის და იქიდან უნდა მოვიდეს ეს ატესტატი და ჩამოვიდა კიდეც. ახლა თეატრალურ ინსტიტუტში რომ მივედი წესად იყო ასე რომ უნდა დაგედო საბუთები გამოცდებისათვის. ხო და მოვედი ისტორიაში იყო გამოცდა. ისტორიაში მოვედი ახლა ბევრი ისე სტუდენტები აბიტურიენტები არიან და ერთმანეთს ეუბნებიან ბიჭო აი ეს მთავარიო ლექტორიო ორი წლისო, იმიტომ რომ ბევრი რო ვარ, ეხმარებო მეორე. აი, ვის ეხმარებო? ის დაბალი კაცი, კაი კაციო. აი, იმ კაცად მიდითო, შედითო და ის რო უშვებსო, ერთსო, ესო სამს ერთად უშვე და ადვილად მივედი მე ახლა დაუჯერე და მივედი ამ პატარა კაცთან და დაუძეს. დახედა და ატესტატებს ესე ქონდა რომ ერთი გვერდზე იყო რუსულად აუცილებლად დამესტი და მეორე იმ ქვეყნიდან სადაც გაცემული ხო და მე დამედია რუსული ახლა ამან ადგა და განმოაბრუნა ჭადივით ახლა აქ მეორე განმოაბრუნა აქ და ვინახარ ბიჭო შენ უსმარ აზერბაიჯანულად არის ვინახარ ბიჭო მე ხარ ეს საიგილოში ბაკახში დამთავრებული მართლა საიგილოში დამთავრე ხო ბიჭო რა კაი კუთხეა ვარა კაი კუთხე ამბავი ნელა მომაყოლა საათი ნახევარი აღარ გავუვი საიგილოში სტუდენტი ეგარი გასულ კაი გამწულებიო ეს დაირან ამრელა შევედი გამოსაზე ახლა თქვენ ყველამ კარგად მოგეხსენებათ მაყურებელს რომელიც მაცხონოს გურები საღარაზე იყო ჩემპიონი ცხებძღანელი ქვიშხეთში ხო და მე უკვე დავახლოვდით მე უკვე მოხვდი თეატრში და კი არ მოხვდი რომ აბარებ და მივედა გურამეთი რა მსახიობის ოსტატობაში წამიკარი ხედი რაღაცა მასა არო ჯემალ მითხრა როგორ გეკადრე ეგო ისეთი გამოცდებიო ეგო წინასა რა რიცი ის რა მოუვა თავშიო იმ გამოცდელსო და პირდაპირ იქ იმპროვიზაციით მოიფიქრებს და მოგცემსო ხო ახლა ძნელია იციო ერთმა ჩემ დროს გამოცდები ეს რა მიცესო ეს საგამოცდო რა მეთქი და რაოდა ახლა გვარებს არ ვამობ და ნუ და ასო იყო დაფენილი დაროშკას ოძახიან ხალიჩა ესეთი ხალიჩა და მითხრა რომ აი ეს არისო საზღვარიო მე საზღვარი ვარო შენო მტერი ხარო თუ ვიღაცა ხარო და უნდა გადმოხვიდე აქ და აბა როგორ გადმოხვალ რანაირად ვარგიდე ახლა ეს დაიჭირა უკან ხელები ამ ლექტორმა და მიდის იქ წავალ შეინობს ამ დაროშკაზე ახლა მიწია აღავკნა გასა გავა 15-ს მოიხედავს და ზურგის რო წავიდა და წავლო ხელი ამ ხალხია დაიქრია და შეგვაჭა აი ეს სიტუაცია როგორ სიციც მოხდი მე ამს ჩემ და სამენიეროს მე-7 კლასიდან ფიქრობდი უკვე ამ იმაზე და მოხდი და მივედი თეატრში ახლა თეატრში კურიოზები ხო იცით რამდენი გინდა ხო და
ტარიელ გოლუაში შემიყვანეს ტარიელ გოლუაში კარგად იცით თქვენ არის პერსონაჟი ბაჩუა კი, მუნჯი. მუნჯი ბაჩუა და აი ამ მუნჯი ბაჩუას კლავენ ხო და მაშინ გრიმების ის იყო რა ქვია ბუმი იყო გრიმები რო არ გაგეკეთები და გათებებული იყო და ამ ბაჩუას აფხაიზე თამაშობდა ემალული კი არა ალიოშა აფხაიზე კარგი ფორმა ქონა მოძებნილი შეშანიშნავი გადაღեղილი გულით ესე და თმები ხელოვნური თმები ამ თავის თმებზე დაწებებული და ეს არის წებო როგორი იცით მერე უნდა მოხსნეს პერიოდში და ვაზელინი წაისვა ნელა რომ არ გეწკიდოს ასე აყრია ეს და მოკლეს ახლა ეს ბაჩუა და ეს გლეხები დავესვიეთ გარშემო მაყურებელი ვერ ხედავს ესე დავესვიეთ გარშემო და სოწყალი ბაჩუა ჩენო ბაჩუა და ამას პუტავენ ამ ახალი მისრო არის ფივარ მეძახო ერთი დილის სპექტაკლია ბატონიება და არის და იგივე ამბავი გამიოდა დაესვენენ ამადა კლას გავადებენ თავის დღეს და არის ამიკრია ჩემია სისხლები დადიოდა ბატონი იპოლიტე ხვიჩიასთან მოგიწია თქვენ არაერთხელ ბატონი იპოლიტე აღსხონოს ღმერთმა ის მე ძალიან მიხარია ბატონო თქვენი იცით რომ რაღაც ჯილდოები მაქვს 60 წლის განმავლობაში ხომ ექნებოდა რაღაცები მაგრამ განსაკუთრებულად მიხარია რომ იპოლიტე ბატონი იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი ვარ ძალიან მიხარია მე ეს აი მართა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ სოფლიო დონის კომიკოსი რასლა ქართველი ჩარლი ჩაპლინი რა თუ დავას ლაბარ ხო და აი მოგიყვებით მაშინ ახარ ვახსენეთ ბატონი იპოლიტე არის ესეთი სპექტაკლი ქუთათურები ბოლნიში გვა გასროლები ჩავიდანე და თამაშობდა რაღაც საოცრად ისეთი რომ მაყურებელი სკამიდან ვარდებოდა რა ისეთი ამბავი იყო და ჩვენ თვითონ ვის ვიყავით ორი სცენა ქონდა ფინალისკენ რაღაცა სცენები ქონდა ვინ სცენაზე ვიდექით ვითი შემოდით სახეებიდან და დასუკრავდით მაყურებელთან აი იყო ეს შემთხვევები დაღდახი იყო იპოლიტე ძალიან დიდი სახეები იყო და ახლა არის кейფის სცენა თავარ როლს თამაშობ მე გიზო მქვია თბილისიდან მიმამაგრებენ ქუთაისში მიშვებენ და ქარხნის დირექტორი ვარ ავტო ქარხნის დირექტორი ახლა ამ ქარხანაში არიან მლიქნელების ჯგუფი და ამის უსტაბაში არის იპოლიტე ხვიჩია და ახლა უნდათ რომ პირველი მე ჩამიგდონ ხელში გაიგე ეს ჩავდიან და ამ დროს აეროპორტში ხვდებიან და გოგისვანიძეების დუქანში მივყევარ და იქ სუფრა გაშენილი და გაშენილი იყო ეს დაახლოებით 8 კაცი ვიყავით ხო და 4 მომღერალი აი ხურცია რო იყო როგორ ხურცია იმის შვიდიც თეატრს ყავდა თავისი გუნდი იმისი რა ქვია მომღერალთა გუნდი და აი და კაი მომღერლები და მოდის მომენტი როდესაც უნდა იცეკოს ბატონმა იპოლიტე და ცეკვავდა რაღაც საოცრად ჩაიძებდა დანა სერიოზულად ცეკვავდა რაც უკვე სერიოზული იყო უფრო ეცინი სერიოზულ სახეს რომ მიღებდა ხალხი მაშინ დაწყდებოდა სიცილი და ეს ისეთი მხიარული სცენა იყო სცენის მუშა იყო თუ გრიბიორი იყო თუ რა ვიცი ყველა მოდიოდა კულისებში და კულისებიდან უყურებთ იცოდნენ რომ რაღაც უნდა მოხდეს მით უმეტეს ბოლნიში არის ეს გასვლილი სპექტაკლი მოვიდა ეს ცეკვის მომენტი და ჰატ და საიდანაც კარიქრო და მეც კიდე ამაზე ვცეკვავთ ხო და გადმოვიდა და ცეკვა და ერთი მომენტია რომ ხუთი უნდა ჩამოვაროს წნე იმას მაგიდას და ერთი მომენტია გაჩერდა კულისებში მიიხედა კულისებისკენ და გასმა გააკეთეს გამოძახება რო ისე ახლა ვინ უნდა გამოიძახო ხო ყველა სცენაზე ვარ ვიც თამაშობს ხო და წავიდა კიდე დავინტერესდი ახლა გავიხედე მე ახლა ვინ აპალონი ყავდა გამყრელი და გრიბიორი ძალიან კაი რაჭველი კაცი ძალიან ისეთი გულახსნილი კაცი იყო და თეთრ ხალათი ასვია როგორც გრიბიორებს ასე ასვია თეთრ ხალათი ხელში გრიბი უჭირავს ახლა ამას გაუსვა წავიდა ერთხელაც რომ გაუსვა და გავიხედე და ამ გრიბიორმა გვერდზე სცენის მუშა ედგა და დამიჭირეო ესა გრიბზე
მიაწოდა და დამიჭირა ესე უნდა იცეკოს. და რო ჩამომიერა ბატონმა იპოლიტე ბატონო იპოლიტე კიდე გამოიძახეს ბატონი იპოლიტე წავიდა გაუსვა ამ შენმა იპოლიტე შემოვიდა სცენაზე გრიბიორი გასულ თავის თეთრ ხალათი და 70 წლის კაცია ბატონო ერთი ამბავი ახლა ჩვენ რა დაგვემართებოდა სცენაზე გასულ და აბა ბოლოს მიხვდა ესა მიქარა რაღაცა ისეთი რამე გააკეთა და წასვლა დააპირა მაინც ადევა უცხო ეგრე ვერ დახვალში მოდი აქ დაუძახა და ახლა მე მომართა ბატონო გიზო მეუნება თქვენ რაც მივთვით აქ ხო გემრიელი იყო ყველაფერი კი ხო აი ამის ნახელავი ეს პოვარია ეხლა გასტროლები თქვენ რო გაქვთ მოვლილი ამისანა უნდა თეატრთან ერთად და მართლაც უნიკალური შემთხვევაა რომ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ რომ ერთადერთი კაცი მზადდება ბატონი ჯემალ ღაღანიძე რომელიც კავკასიურ ცარცის წრეში არც ერთი სპექტაკლი არაა გამოტოვებული 600 ამ კავკასიურმა შემოიარა 30 ქვეყანა კავკასიურმა მარტო და გასტროლებზე სწორედ მოგიყვებით მაშინ ერთ კარგი კი ბატონო ეხლა ვიფრინავთ მექსიკაში და ამერიკის თუ და გადაფრინდეთ და მე მექსიკაში უნდა წავიდე და გვითხრეს რომ ჩვენი გზა ესე იყო თბილისი მოსკოვი ღამე უნდა გაგვეცენები და აუცილებლად იმიტომ იქ კულტურის სამინისტროში გვიტარებდნენ რაღაცა საუბრებს ჩვენ გვაწმობდე ეს ამბავი იმიტომ რომ მოსკოვი ხო იცით ძეხვები და პროდუქტი და ეს პროდუქტი მიფონდა რომ რაღაც იქნებ ჭამაში რაღაცა გროშები გადაგვერჩინა და კალბასები და რაღაცა ხო და გვითხრეს ახლა რახან ამერიკაში ვიფრინავთ დღეს და ღამე გარეულია და ამიტომ რომ იქ რო არ გაგიჭირდეთო მოსკოვში ნუ დაიძინებთო გაათენეთ ღამეო და ეხლა იმათ რომ ერთგვარად ისე დაგვაძინებდა ხო და შევიყიდეთ კალბასები ყველაფერი პროდუქტი გავიდა კალბასები გავკიდეთ ფანჯარაში ხო არ გაფუჭებული და ერთი 6 წალი კალბასია 9 მეტრიანი კალბასი სერვინადები სუნი ეხლა მომივიდა ასე არის და გავათენეთ რა აი ბიჭები სოსოლაღის და საწყალი გაფრინდაში და ვიცაროთ პურის ჭავერელი ხალხი გავათენეთ და აი ეს არის რომ ფანჯარაში გარიჟდა და გათეთდა რა ფან შემოვიდა სინათლე და დაირეკა ტელეფონის ზარი ავიღეთ რა ხდებოდა მოვიდა ავტობუსებიო და აეროპორტში მივიდა აკაშია და ღმერთო აბა ბიჭებო რა ავიღეთ ჩავალაგეთ ყველაფერი აქეთ იგი და დავიძახა სოსომ რომ კალბასები არ დაგვრჩიეს ბიჭო ხო მეც წავედი ახლა ფანჯარში მივიდივარ და უსმოთ დაბნელა დაბნელა რაღაც ჩამოეფარა ამას კაცოს და ცოცხალი რაღაც ჩამოეფარა გაიგე ვაიმე რა ხდება მივედი ხედავ ყვავი კი არა გრაჩი როგორ არის ისა ჭირყვავები ასე მოფრენილა და ფანჯარას ნახო და გავაღე უსმა და დამთხნენ და წავიდნენ გაფრინდაშვილი მეუნება აცხოვროს ყვეტა რა ფრინველები არიან გასულ რა მცირე ფეხები აქვს ფეხები კი არა ჩვენი კალბასები მერე ცინიკურად ის იყო ხეები იყო ახლო რა იქ ფანჯარასთან და ჩვენ ჭამელი გასიზე გავუგზავნე აი ხოლის ისტორია ძალიან საინტერესოა ხო ერთი უკვე იტალიაში აია იტალიაში ვარ და იგივე ამბავ ეხლა სუვენირები გვიდა ვეძებს იაფია რაღაცები და გავიხედოთ კაცო ხალხია შეგროვებული მივედი და კაცი ყიდის ზონტიკებს აკოლგებს ყიდის ულამაზესი ფერებით და დავსავარია კაცო კნოპკას რო დააჭერს ხო იხსნება ეს არა როგორც ბულბული ისე უსწრებს აი გაგიჟდები რა რაღაც ისე ლარი ისა დოლარი და აბა მაინც 4 წალი 5 წალი და უნდა ვიყიდოთ რა თელი თეატრი ახლა მარტო ხო არა ჩვენი ჩვენი წალია და რომ დავიყიდოთ ერთი რუსი მოვიდა ემიგრანტი რუსთავის თეატრი ხარ ხო
იყიდულოთო ზოგადებს ხო მე ვთქარ კარგი არ იყიდოთო რატო მეთქიდა აუშლეს კარგად არის სახში რომ იტანთო აღარ დაუსწესო რატო მეთქიდა პირით უსწეს ეს შობელა პირით უსწეს იტანელი აფერისტი იმას მეგობრებო ჩემი დასტური რაც უნდა თქვენ ისედაც კარგად იდით როგორი ენაწყლიან და დიდი იუმორით სახავს პიროვნება ბრძანდება ჩემი ბატონი ჯემალი შესანიშნავი თამადა მოლხერის დიდოსტატი კარგი იუმორით კარგი სიმღერით ამიტომაც არის რომ ხშირად ეპატიჟებია ხოლმე მაგრამ ერთი დაპატიჟება მე მაგალითად ძალიან გამორჩეულად მიყვარს როგორ დაპატიჟა ერთ-ერთმა პიროვნებამ ბატონი აი ეს მინდა გაიხსენოს ბატონო მართალია დაპატიჟებასაც გააჩნია რა თქვენ რომ პატიჟებ დიდი ხარ ღამები არ ძინავს მოდიარ რა ეს უკვე ანეკდოტაც იქცა რასაც ახლა მე ვიწვი და ავტორი მე როგორი ვიცი ხოდა არტისტებთან ყველას უნდა კეიფი რა დაგვიძახეთ ერთი ისა ყავდა რა ქვია აი ცოტა გადახოვოს გავაკეთებ ყავდა ერთი ბეხანძრე თეატრალურ ინსტიტუტში მოვიდა მეუბნება რომ ჯემალო აი კახი მაშინ პირველ კურსზე იყო მე რო ავთავრებდი ხო და აი კახიო გიბიო აი ესო თქვენო წამოდითო რა იციგნებთო ხალხს გააჩინებთო იხობნებთო იცეკვებთო და ხანდახან პურსაც შეჭამთო ხანდახან აი რა დაპატიჟება ახლა მირეკავს რომ ბატონო ჯემალო თუ შეიძლება თქვენთან რომ პურის ჭამა გვინდაო და შაფათ დღესო და თუ შეიძლება უსარი აგაშენა ღმერთმა გენაცვალო ჯემალო არა ჯერ როგორ დაიწყო ხო იცი თუ გვიკადრებთ და თუ ღირს გახვდით თქვენ ვატყობ რომ უნდა გაახუროს გაჩენილებს კი მე ვთქვი არ გინდა რა მაგის კაცი არ ავარდეთ მე კაცი გამარჯვებას რომ მეუნება გაგიმარჯვოს კი არ მეუნები რომელ სამდე და სად ისო თუ შეიძლება შაბათს მე ვთქვი კაცო გადავხედავ ნახავ რეპეტიცია მქონდეს ამ სპექტაკლი გადავხედე ბატონჯება და დაერთხვა სპექტაკლი გავიდა კაი ხანი დამირეკა სამჯერ დამირეკა სამჯერო სპექტაკლი დაერთხვა მეოთხე დამირეკა კიდე რომ დაერთხვა და ავიხედე მეოთხე ცოტა ისე ტონით მეოთხე კაცო რა შე ქალაქში დადიხარ აფიშებს კითხულობ და ისე პატიჟებ ისე როთი სპექტაკლი დაგბადინა ის სპექტაკლი მქონდა ახლა იმედია თქვენც გახვალთ ქალაქში და ნახავთ აფიშებს და როცა არა ვარ მაშინ დაპატიჟებ რა თქმა უნდა შეიძლება მით უმეტესო ჩვენ და საბედნიეროდ ბატონიო დღესაც აქტიურად დაჭერტული თეატრშიც და თუ შეიძლება ერთ პატარა ეს მე კაი ხანია მოყოლილი სამაკ მაგრამ მინდა რომ ამით დავამთავრო კი ბატონო ქუთაისში ხოიცით რა არის და ქუთაისის იუმორი და ეს ყველა ქუთაისის პრედაციონი მართლა ყველა არტისტია ხო და არის ესე მყვები რომ საფიჩქეს სასაფლაოზე მივდიოდი მეთქი რა და უცბად შევნიშნე ქვაზე დახატული გულღია ესეც ბაბაკაცია ესა და აი მოკეიბე თქმა მოკეიბე კაცია და უცბად ისიც შევნიშნე მეთქი რომ ცოტა დიდი წარწერა მეთქი და ამდენი და წავიკითხე და წერია მე აქ არ უნდა ვიწვევდე და შენ ამას კითხულობდეო ბატონობა ეხლა რატო მოვყევი ჩვენ ისეთი ხალხი ვახსენეთ ჩვენი პოლიტი ბატონი რამაზი ბატონი და ყველა იქ არის ეხლა იქიდან რომ ჩამომძახონ კაცო ჩვენ აქ გავარ და შენ მაგდენ წლიკინება და დავამთავრო ასიძლის მე დიდი ბატონო მომგანებისთვის ავარ წარმატებებით გეულობ ერთმა თქვენი თავი დიდ ხანს და დიდ ხანს გაიწერებოდა დაშილი ავაცინებულო ახლა ზურბაცო მეგობრებო დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიოს სტუდიაში იუმორინას ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ნიჭიერი პაროდისტი თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ბატონი გიგა ბექაური მოგზადი გიგა მოგზადი
ბალსა და ხელშუა იზრდება ეს კაცი. როგორც პირდაპირ, ასევე შემოქმედებითი მნიშვნელობით. ახლა შენ კარგად იცი, ჩემო გიგა, რომ ჩვენი გადაცემის თემა ახლა გამოცდები და ამ თემაზე შენზე უკვე უნდა ისაუბროთ, თავად ხარ სტუდენტი და ახლად გამოცდიდან მოდიხარ, ასე ვიცი. გამოცდებიდან მოვიდა. რაკენი როგორ შეაბარე? ინგლისური ჩავაბარე, მეგობრებო. 51. 51. კარგი, ახლა გადავიდეთ უშუალოდ შენს გამოცდილებაზე გამოცდების საკითხში. როგორც ყველა პაროდის პირველი, ასე ვთქვათ, მსხვერპლი ყავს მასწავლებელი, იმიტომ რომ ყველაზე აქტიური შეხება მასთან აქვს და ყველაზე რევანშისტული დამოკიდებულება მასთან აქვს. რაღაცით უნდა რომ სამაგერო გადაუხადოს. ასე ვუხდიდი ხოლმე სამაგეროს ჩემს მასწავლებლებს, მთელი კლასი იცინო და გამოცდებზე მასწავლებლები დამცინოდნენ მე, იმიტომ რომ ყველა მიცოდა, ბოლოს მიდიოდა მათამდე ხმა რომ მე მათ პაროდიას ვაკეთებდი და როგორც კი გამოცდაზე შევიდოდი, ბექა არა გიგა, ბექა. აქ იგრძნობოდა ეს რომ მე შენ განახებ პაროდიებს. მაგრამ ესე გამოვძვერი რომ ანუ ამ მასწავლებელთან ვაკეთებდი სხვა მასწავლებლის პაროდიას და ამას მოწონდა ეს სხვა მასწავლებლის იმ მასწავლებელთან ამ მასწავლებლის პაროდიას მოსწავლეებთან მასწავლებლთან დირექტორთან მასწავლებლების და ესე გავედი ფონდს და ნუ ეხლა ბევრს კი ვწუწუნებ ამ გამოცდებთან დაკავშირებით მაგრამ ყველაზე თქვათ ეხლა გამოცდა მაინც ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა ესე ინტელექტუალურად თქვათ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა რაღაცას დაალაგებ რაღაცას მოაწესრიგებ მაგრამ გამოცდა რომელიც მე იუმორინასზე ფილარმონიაში ჩავაბარე ეს არის 2500 გამომცდელთან შესვლა და აბსოლუტურად სხვა ენერგია. მე იმედის ტელევიზიაში ვნახე ჩანაწერი. საერთოდ ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა როცა მქონია, მაგრამ შიშისგან ესეთი ბრიყული სახის მიღება თუ შემეძლო. მართლა არ მეგობრა. მაგრამ მე უფროსმა მეგობრებმა იუმორინას გამოცდილმა მსახიობებმა მითხრეს რომ ჩვენც იგივე დღეში ვიყავით დაწნარდიო და ამის შემდეგ ცოტა გაგიიარა ცხოვრება. დღესაც ეს გამოსვლაც გამოცდა და აი განსაკუთრებით გავიხსენებ პირველ გამოსვლას გულწრფელად ვამბობ ისევ ნერვიულობდი რომ აბსოლუტური ბინდი იყო გადაკრული ყველგან დეკორაცია არ ჩანდა მეორე გამოსვლაზე დეკორაცია გამოჩნდა მესამე გამოსვლაზე მაყურებელი გამოჩნდა მეოთხე გამოსვლაზე ყველაფერს ხედავდი და დღეს ძვირფასო მეგობრებო მინდა მიმართო აი ოპერატორს რომელიც პირველად დავინახე თქვენ ჩანხართ ჩემგან მოგესალმებით დიდი მადლობა ძალიან განიხარდა თქვენი გაცნობა ასეა გამოცდებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაბარებთ აბა ვერსად ვერ გავექცევთ რაც მართალია კარგია პატიოსანი რა სიტყოდენ ამ საკითხზე კერძოდ გამოცდების თემაზე შენი პერსონაჟები პირველი დიალოგი ეს არის ტელევიზიაში ტელეკომპანია კავკასიაზე დავით აქუბარდიას გადაცემაში აქუბარდიასა და ლევან ლორთქიფანიძეს შორის დიალოგი ლევან ლორთქიფანიძე გესოდნებათ სტუდენტი სამოქალაქო აქტივისტი და ასე შემდეგ ნახოთ რა საუბრობენ ისინი. ლევან, უცხოად გეუბნები რა ეს გამოსვლები და გამოცდები ერთმანეთს ემთხვევა და როგორ ახერხებთ გულწრფელად მინდა გირჩიოთ რომ იქნება შეწყვიტეთ რა ლევან რა. ბატონო და მე ახლა პირდაპირ მინდა გითხრათ. მეც მომხრება რომ ცოტა ხანი შევაჩეროთ ეს გამოსვლები გამოცდების გამო. მაგრამ ვინც უნდა შეაჩეროს ეს გამოცდები ის არ აჩერებს. იცით რატომ არ აჩერებს ბატონო დავით? იმიტომ რომ არ უნდა ძალიან გაბუტული ვარ ამასთან დაკავშირებით. რაც ლაპარაკობ, გულწრფელად გამიკვირდა. არ უნდა, რაც არ უნდა ღმერთმა უმისცე შემოლევა. ეხლა გულწრფელად გეუბნები, გამიშვი რეკლამაზე რა, ლევან, როგორ გეკადრებათ ბატონო და ეხა იცოდეთ თქვენც გაგებუტები. რას ქვია რეკლამაზე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გამიშვი რა ლევან რეკლამაზე, გამიშვი ეხლა რეკლამაზე. ვერ გაგიშვიდათ ნუ ლევან, ხელი გამიშვი რა ლევან. ლევან გამიშვი რა. ლუკა, გაუშვი რეკლამა, მონტე ხამკაცმა ხელი გაუშვი. აბლობა. შემდეგი პერსონაჟი ეს არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი გიგა ბოკერია. აი ეს რომ დავჯდე ოღონდ. გიგადო. გასაგებია ყველა სტუდენტს მე მინდა რომ წარმატება უსურვო გამოცდებზე ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის აბსოლუტურად. არა როგორ არა მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ჩემი პარტიისთვის გამოცდა იქნება ოქტომბერში და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ გამოცდას არჩევნებზე აუცილებლად წარმატებით ჩავაბარებ. არა როგორ არ ჩავაბარებ. წარმატებით ჩავაბარებ განსხვავებით ქართული ოცნების. პირდაპირ მინდა ვთქვა რომ ისინი ვერ მოიგებენ არჩევნებს იმიტომ რომ მათ არ შეასრულეს არც ერთი მათი დაპირება განსაკუთრებით თავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა. ხა ვერ დაგსაჯეს ვერც ერთი. მე პირადად დასჯდად არ ვგზნობ თავს. არ ჩემი მეგობრე ხა ერთი ორი ადამიანის.
ასე რომ მე პირდები ჩემს ამომრჩეველს იმ შემთხვევაში თუ აგვირჩევთ ჩვენ დავიჯით ჩვენ თავს კაცრად კანონის სრული სიმკაცით აღვადგეთ სამართლებრივად დავიჯით ჩვენ თავებს პირდები და თქვილი ასაჭიროა ახლა აღვადგეთ სამართლიანობას ну ლოგიკური იყო ეხლა აქედან ბმა ვასიკო ოდიშვილთან ივანო მოგესალმებით თქვენს ტელედარადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილთან გადაცემა ვასიკო ოდიშვილი გააკეთე მაშასე ანეკდოტის დროა სპორტსმენებს ეკითხებიან ნაციონალები რატო გალახეთო სპორტსმენები კი პასუხობენ ჩვენ არ გაგვილახავს თვითონ შემოგვალახეს თავიო ეგრე იქნებოდა მეორე ანეკდოტი ბოკერიას ეკითხებიან კორცხელის გარდა კიდევ სად ვიყავიო სად ვიყავი და ნოკაუტშიო ნამდვილად იქნებოდა კი ახლა კი გამოცდები გამოცანებში მაშასე ჩვენ რომ გვცემდით გიხაროდათ ახლა სევდა მოგერიათ კორცხელში ვინ გააგორეს ვიშ სწორია ბოკერია ცოცხებს თლის და ჭერში აწყობს ოდესაზე უდევს თათი ახალ ტყუილს აცხობს დაბოლების დიდოსტატი დაუცურდა სუნთლად კრიშა ეს ვინ არის დიახ მიშა ეს იყო გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილთან ნუ მიიღე სხვა ვიშ რა კარგი ეს იყო ვასიკო ოდიშვილი ახლა კი ჩემთვის საყვარელი გივის სიხარულიძის დროც დადგა ძვირფასო მეგობრებო მე მინდა რომ ორი ხელი ავწიო გამოცდები არის უმნიშვნელოვანესი რამე მაგრამ გამოცდაზე ჯვარი გწერიათ ვინმეს და ერთხელ თუ ჩაიჭერით იმას მეორედ გადააბარებ ეს ბოლო აუცილებლად მიაღწევ მიზანს მაგრამ აი კაცობაში თუ ჩაიჭერი ეგ ისეთი რამეა მაგას ვერც გადაბარება გამოასწორებს და ვერც 51 ქულა ეგ არის ჩემი სიმართლე მე ახლა ისეთ ასაკში ვარ ნეტა სიმართლის გამოვასწრო ტყუილისთვის სადამცალია თქვენ გენაცვალოთ თქვენი გივის სიხარულიძე ბატონი გივი აი ბატონი გივი ერთ-ერთი სიმართლე თქვა კაცობაში თუ ჩაიჭერი მაგას აღარაფერი აღარ უშველის მე მაგალითად ერთი ხის გადარგვა არ დამანიებს ასე რო ვთქვათ და არ მაპატიეს აცო ეს ხე გადავრგე ბუხარში ხوار შემიკეთებია ერთი მინდა ორზე გადავიტანე აი მას უნდა აუცილებლად დაკვირვება და კარგად გააზრება მე ერთი ხე გადავრგე სამაგიეროდ 1000 დავრგე მაშინ როცა ამათმა თელი ხეობა კოდორში იპტერს ისე ჩააბარეს თვალი არ დაუხამხამიათ აი ეს არის რაც უნდა გაიაზროს საზოგადოებამ და მე უფრო მნიშვნელოვანია თუ ხეობა ამას არჩევნებზე ხალხი თვითონ გადაწყვეტს ვინ ჩააბარებს გამოცდებს ამასაც გავიგებთ ახლა კი მე მინდა რომ ჩემს სტუდენტებს ძალიან საინტერესო სტუდენტებს ძალიან კაი სტუდენტები მინდა რომ წარმატება უსურვო გამოცდებზე და ყველას უსურვო რომ ჩემზე ნაკლები წარმატება არავის მიგეღწიოთ გამიჯერეთ არ წააგებთ ნამდვილად არის თემი წაგებულ მდგომარეობაში გამიჯერეთ ნამდვილად და ბოლოს საკუთარი ხმით რას უსურვებდეს სტუდენტებს შემოგიგა როგორც იქნა ძვირფასო მეგობრებო მომეცა საშუალება რომ საკუთარი ხმითაც რაღაც გისურვოთ იმ ახალგაზრდა მეგობრებს რომლებიც მართლაც ცდილობენ და სწავლობენ გულწრფელად მინდა რომ წარმატებები გისურვოთ მეც თქვენს და ყველა იმ ახალგაზრდას ვინც ცდილობს რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს განათლებით დიდი მადლობა რომ გულშემატკივრობთ და ყველას გისურვებთ წარმატებას განათლებაში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შემოგია ამას სულ წარმატებებით გეუბნოს დიდი მადლობა მადლობა ახლა დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგენოთ პოპულარული ჯგუფი თესევ გორდელა რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი თამაზ მამალაძე დღეს გორდელა შეგვისრულებს მუსიკალურ კომპოზიციას მოხეული რომლის ავტორი გახლავთ უნიჭიერესი კომპოზიტორი და მუსიკოსი ბატონი ვატო კახიძე Pam para paya
დიდი მადლობა სამთესევ მორდელას და მის ხელმძღვანელს ბატონ თამაზ მამალაძეს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჭანსაღი სიცილი საუკეთესო მგურდალია.